გამარჯობა ყველას. როგორ ხართ? ეს არის The Ultimate Fighter-ის მორიგი კვირა. დილით ყავას მივირთმევდი და თვალი მოუკარი ერთი და ერთადერთი მსოფლიოს დაუმარცხებელი ჩემპიონის ილია თოფურიას ვიდეოს. ილია იქ ამბობს, რომ არმან სარუკიანი არის სულელი. პირდაპირ თქვა, ის საშინლად დებილიაო. კიდევ რაღაცები დააყოლა, რასაც აქ ხმამახლა ვერ ვიტყვი, თორემ ხალხი დღეს ყველაფერზე ითხრუნება. ილია ამბობს, რომ გაოცებულია იმით, თუ როგორ შეიძლება ადამიანი ასეთი სულელი იყოს. აი მიზეზიც მითხარით, რატომ? ილიას აზრით ის ბავშვს გავს, უბრალოდ არ არის გონიერი. მოკლედ, თოფურია მიაწვა იმას, რომ სარუკიანი როსტერში ყველაზე ნაკლებად ინტელექტუალური პერსონაა. არანაირ შთაბეცდილებას არ ახდენს ჩემზე, გათამამებული ლაწირაკიაო. აი ასე. და დაუსრულებლად აგრძელებდა ამ თემაზე. მოდით ჩვენც ვილაპარაკოთ ამაზე. პირველ რიგში ილია ამბობს, რომ ის დებილია. მესმის, მე მომწონს არმან სარუკიანი როგორც მებრძოლი. მამამისი მილიარდერია, წარმოუდგენელი ცხოვრების სტილი აქვს, მაგრამ ბოლო დროს ისეთ რაღაცებს აკეთებს, აი მაგალითად თვითფრინავიდან ჩამოსვეს. ეს არასდროსაა კარგი იმიჯისთვის. ნიშნულობა არ აქვს, მართალი ხარ თუ მტყუანი, როცა რეისზე ტელეფონს არ თიშავ და ამის გამო გაგდებენ, ხალხმა შეიძლება მართლა იფიქროს, რომ გათამამებული ბიჭი ხარ. კიდევ რაქნა, მაყურებელს დაარყა დარბაზში გასვლისას. მაგრამ ყველაზე დიდი შეცდომა ისლამ მახაჩეთან საჩემპიონო ბრძოლაზე უარის თქმა იყო. ეს ის ბრძოლაა, რომელიც მას ასე ძალიან უნდოდა, რადგან დებიუტში ისლამს დიდი წინააღმდეგობა გაუწია. ეგონა რომ თავის შანსს დაელოდებოდა, მაგრამ წონა, ზურგი, რაღაც მიზეზები და აი ახლა ის 5 მატჩიანი მოგებების სერიით ბრუნდება. ბოლო დროს დენ ჰუკერს გადაუარა, ჩარლზ ოლივეირა დაამარცხა. ის არის მთავარი პრეტენდენტი, მას შემდეგ რაც ილია და ჯასტინ გეიჯი თეთრ სახლში დაეტაკებიან ერთმანეთს. სხვათა შორის ნახეთ კადრები. ფილადელფიაში ტესტური გაშვება გააკეთეს, დანამ დაპოსტა, მთელი ინტერნეტი ამაზე ლაპარაკობს. რაღაც გიგანტური აღებია და საოცრებებია. იქ 85,000 ადამიანი იქნება. მეც იქ ვიქნები ანალიტიკოსების მაგიდასთან, მთელი ჩემი ოჯახიც მოდის. იქნებ შეხვდეთ კიდეც. მაგრამ მთავარი მოვლენა ილია თოფურია ჯასტინ გეიჯის, ნამდვილი ჰაილაით რივლის წინააღმდეგ. ჯასტინ გეიჯის არასდროს უნდა გადაუსვა ხაზი. მისი ჩამოწერა არ შეიძლება, მაგრამ მოდით რეალობას შევხედოთ. ილია უფრო სუფთა მოკროვია, ის უკეთესი მოჭიდავეა, მას უკეთესი ფორმა აქვს. ის არის მსოფლიოს დაუმარცხებელი ჩემპიონი და pound for pound რეიტინგის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი. მასში არის რაღაც განსაკუთრებული. ის გზა, რაც მან გაიარა 145 ფონდში, მერე როგორ აიღო 150-ის ქამარი, მან დაანაკაუტა ვოლკანოვსკი, მაქს ჰოლოვეი, ჩარლზ ოლივეირა. თუ მან ახლა ჯასტინ გეიჯიც დაანაკაუტა, ეს იქნება სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სერია. წარმოვიდგინოთ, რომ ილია მოუგო ჯასტინს. შემდეგი სიაში აუცილებლად არმან სარუკიანი უნდა იყოს. სხვა არავინ. არც პედი პიმბლეტი და არც სხვა. ჯასტინმა მან ახლან დაამარცხა, ასე რომ ალბათ ილია და არმანის ჯერი დადგება. ილია შესანიშნავად აკეთებს ამ ბრძოლის ჰაიპს. არმანიც ცდილობს ხალხის ყურადღების მიპყრობას. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს UFC-ს არ უნდა მისთვის შანსის მიცემა, მაგრამ მან მაინც ახერხებს ყურადღების ცენტრში ყოფნას. აი აქვეა მეკენზი დერნიც, მსოფლიო ჩემპიონი. მეკენზი, რას ფიქრობ ილია და არმანის ბრძოლაზე? მას ეგონება, რომ არმანს აქვს შანსი, თუმცა მეკენზი ახალი გაღვიძებულია თავის საქმეს მიუხედავად. მოკლედ, ილია თოფურია ამბობს, რომ ყველაფერი, რასაც არმანი სარუკიანი ინტერნეტში აკეთებს, სისულელეა. მე კი ზოგიერთი რაღაც მხიარულადაც მეჩვენება. მაგალითად, როგორ იჭიდავა იურია ფაბერთან სცენიდან რომ გადააგდო პირდაპირ ბეტონზე, შეიძლება ფაბერს ზურგი მოგეტეხა, მაგრამ იურია ნამდვილი ვეტერანია. გამოვიდა და თქვა, ზურგი მტკივდა და იმ დაცემამ პირიქით ყველაფერი თავის ადგილზე ჩამისვა. ბევრი ამბობდა, ეს რა ქნა არმანმა, რატომ მოიქცა ასეო? მეგობრებო, ის შოუმენია. ისევ აქ ვართ. მოკლედ, არმან სარუკიანი ყველაფერს აკეთებს, რომ ხალხის თვალში იყოს. ხან ნინა დრამასთან ერთად ცეკვავს რასპუტინზე, სხვათა შორის მშვენივრადაც გამოსდიოდა ორივეს. ხან კიდევ რაღაც ვიდეოებს იღებს. ის ხვდება, რომ დანა უაითმა ცოტა ხნის წინ თქვა, არმანმა თავისი გზა თავიდან უნდა გაიკაფოს. ის პირდაპირ საჩემპიონო ბრძოლას ვერ მიიღებსო. ამიტომ ხალხი ახლა არმანის მხარეს იჭერს. რატომ? იმიტომ რომ ხალხს უყვარს UFC-ს წინააღმდეგ წასვლა. ფიქრობენ, რომ ორგანიზაცია მას ჩაგრავს და ამიტომ ეუბნებიან. არმან ჩვენ შენთან ვართ. მაგრამ მისმინეთ, თუ ილია თოფურია ჯასტინ გეიჯის ბარიერს გადალახავს, მაშინ სარუკიანთან ბრძოლა გარდაუვალია. ეს უბრალოდ მათემატიკაა. არმანმა ისე სცემა დენ ჰუკერს, ისე მოუგო. მოიცათ, გარეთ უნდა გავიდე. აქ ბიჭები ძალიან ხმაურობენ, რაღაცაზე ცხარეთ კამათობენ. ჩვენ აქ საქმეზე ვართ, ასე რომ ცოტა სინათლეზე, აუსთან გავალ. სად ვიყავი? ხო, ილია არმანის წინააღმდეგ. ეს არის ბრწყინვალე ბრძოლა და ვფიქრობ, ეს არის ერთადერთი რეალური ტესტი, რომელიც ილიას წინაშე შეიძლება დადგეს. ეს შეიძლება უპატივცემულად ჟღერდეს ჯასტინ გეიჯის მიმართ, რომელსაც აქვს გიჟური ძალა, კარგი დაცვა ჭიდაობისგან და უზარმაზარი გამოცდილება. მაგრამ რეალობა ისაა, რომ ჯასტინის ოდომეტრზე უკვე ძალიან ბევრი მილია დაწერილი. ბევრი ომი გადაიტანა.
გაიტანა. პედი პიმბლეტმაც კი მოახერხა მასთან რამდენიმე სერიოზური დარტყმის გატარება, იმ თავისი გიჟური აპერკოტებით. ილია კი სულ სხვაა. ილია არის ზუსტი, კლინიკური, ქირურგიული სიზუსტის მქონე მებრძოლი. მისი დარტყმები ლაზერივითაა. გარდა ამისა, ილიას აქვს დაუჯერებელი ჭიდაობა. არ ვიცი, შეძლებს თუ არა ის არმან სარუკიანის დაჭიდავებას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მის ჭიდაობას გაანეიტრალებს. და თუ ეს მოხდა, ბრძოლა დარჩება დგომში. დგომში არმანი სწრაფია, გვახსოვს ის მუშტისა და მუხლის კომბინაცია, რომლითაც მეტოქე 26 წამში გათიშა, მაგრამ ილიას კრივი, მოდით გულწრფელად ვთქვათ, ვის აქვს UFC-ში ილიაზე უფრო სუფთა და ტექნიკური კრივი? ვერავის დაასახელებთ. ამიტომ მისი კრივისა და ჭიდაობის კომბინაცია მას ფავორიტად აქცევს. თუმცა შერეულ ორთაბრძოლებში წინასწარ არაფერი იცი, არასდროს, მაგრამ როცა ილიას უყურებ, ხედავ ადამიანს, რომელიც თავისი საქმის ფანატიკოსია. მე მართლა მჯერა, რომ ერთადერთი ადამიანი, ვისაც ილია ტოფურიისთვის ნამდვილი პრობლემების შექმნა შეუძლია, არის ისლამ მახაჩევი. ილიამ უკვე დაიწყო ამაზე ლაპარაკი. მან თქვა, თუ ისლამს შევხვდები, მე ვიქნები პირველი, ვინც მას დააფინიშებს, ვინც მას დაანებებს თავსო. ეს ძალიან გაბედული განცხადებაა. თუ ამორს შევადარებთ, ილია დგომში უკეთესია, ისლამი გრეპლინგში, მაგრამ ილია ამბობს, რომ მას დაასაბმიშებს და ამით ხაბიბს ცხვირწინ აუაფრიალებს თავის გამარჯვებას. მისი დამარცხება კრივით არ გამიკვირდება, მაგრამ ისლამის დაჭერა და მისი დანებება, ეს თუ გააკეთა, მორჩა, თვალაფერი დამთავრებულია. მაშინ ის გახდება ყველაზე დიდი მებრძოლი, რაც კი ამ სპორტს ოდესმე ნახია. ვიცი, ალექს პერეირა შეიძლება 3 წონის ჩემპიონი გახდეს და ქაღალდზე ის იყოს საუკეთესო, მაგრამ ის ენერგია, ის თავდაჯერებულობა, რასაც ილია ასხივებს, რაღაც სხვაა. ის ყველას ეუბნებოდა, რომ ჩემპიონი გახდებოდა, სანამ ეს მოხდებოდა. მან თავისი ბიოგრაფიაც კი შეცვალა სოციალურ ქსელში წინასწარ. ეს კაცი განსაკუთრებულია. მოკლედ, ბევრი ვილაბარაკე. ახლა დროა ვარჯიშზე წავიდე. დარბაზში უნდა ჩავიდე და The Ultimate Fighter-ის ბიჭებს მივხედო. უნდა ვავარჯიშო ეს ხალხი. ასე რომ, აი ამ კითხვებით დაგტოვებთ. თქვენი აზრით, ვინ გაიმარჯვებს ილია ტოფურიასა და არმან სარუკიანს შორის? ეს ბრძოლა რომ შედგეს. და საერთოდ, ვიხილავთ ოდესმე ილიას ისლამ მახაჩევის წინააღმდეგ. იქნებ ეს ბრძოლა უფრო ადრეც უნდა ჩაინიშნოს, ვიდრე სარუკიანთან შეხვედრა. მე გეტყვით ჩემს აზრს. ინტერესი უზარმაზარია. ხალხს ამის ნახვას წყურია. ისლამ მახაჩევიც სამუდამოდ არაპირებს ოქტაგონზე დარჩენას. ამიტომ ძალიან დიდი სურვილი მაქვს ეს ბრძოლა მანამ ვიხილოს, სანამ ორივე მათგანი ხელთათმანებს ლურს მასზე ჩამოკიდებს და მზის ჩასვლისკენ გაისეირნებს, როგორც ამ სპორტის ისტორიაში ორი უდიდესი მებრძოლი. თქვენ რას ფიქრობთ? დამიწერეთ კომენტარებში. არ დაიზაროთ. ასევე მოიწონეთ ვიდეო. გამოიწერეთ არხი. თქვენ კი ყველას გისურვებთ წარმატებებს. გაუფრთხილდით თავს. აბა დროებით. ნახვამდის.